მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. ეს არის არქიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა, რატომ დუმს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. მე ვინახოთ რა ენერგიებშია, ვინ არის, გრძნობა ფიქრი მოქმედება და რა არის დუმილის მიზეზი. როდის გამოჩნდება საერთოდ ისიც ვნახოთ და მოკლედ ვიქექიალოთ. შეგახსენებთ, რომ ეს არის საჯარო და ყველაზე ერთნაირად არ რეზონირდება, მაგრამ საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენთ თქვენთვის. მაშინ ასე დავიწყოთ. ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? არ დაგავიწყოთ, გამოიწეროთ ჩემი არხი და ალაიქოთ და კომენტარით საუცილებელია ენერგობალანსისთვის. მაშ ასე ნახოთ, ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. ვინ ხარ შენ? შესაძლებელია მეგობრებო დღეს ავადმყოფური განცდებში იყოს, პირდაპირ მნიშვნელობით ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდეს, საკმაოდ სერიოზული მინდა გითხრათ, განიცდის რაღაცა ტკივილის, ღალატის ენერგიას პარალელურად, აქ არის ძალიან დიდი ტრავმები მის ცხოვრებაში, შესაძლებელია ეს უკავშირდებოდეს მის ძალიან პირად, ან ოჯახს. ნახეთ, შესაძლებელია ოჯახის წევრებზეც იყოს აქ საუბარი ამ შემთხვევაში ავადმყოფობების განცდა, ავადმყოფობები, განცდები და ასე შემდეგ. კონფლიქტი ხოც ვეჟლეთ ღმერთო, ხომ შვიდობა აქ ამ კაცს. არ გამოვრიცხავ თქვენზე პატარა იყოს. ასაკით არც მაგას არ გამოვრიცხავ, თუ შემთხვევაში და ნახეთ პაჟიკი გვეხლა და თასების მეფე წყლის ნიშნები შემიძლია განვიხილო ამ შემთხვევაში, ჭრებათებზები და მორიელი, თუმცა არ ვანჭრობ მას არავითარ შემთხვევაში უპირატესობას. არის რაღაცა ძალიან ძიმე მიჭეჭულობებში, არის ძალიან ძიმე განცდებში, აქ არის დამოკიდებულებებიც, მათ შორის შეიძლება იყოს ეს ნარკოტიკი, თამაში, დასალევი, ნუ ყოველ შემთხვევაში ძიმე ტენდენციები, რომლის გამოსაც ზუსტად აი ამ ქაოსურ მდგომარეობაში ამეგობრებო. კიდევ რა ხდება შენს თავს, რატომ ხარ ამ დღეში? რა ხდება? ხო, აი ნახეთ, ავჩეხე და ისევე შმაკის ენერგია ამოვიღე მეგობრებო. ნამდვილად არ ვისურვებდი მის ადგილას ყოფნას. კარგით. მოდი ვნახოთ რას ფიქრობს თქვენზე დღესდღეობით დღევანდელი გადმოსახედიდან? მიტრიალებულია ზურგით დგას თქვენსკენ, იღურება ახალი რესურსებისკენ, ფიქრობს რომ ეხლა აი ეს რაღაც ახალი შესაძლებლობები რომ სამყარო მომენტს მისცა, უნდა გამოიყენოს იმისთვის რომ იმაზე მეტი მიიღოს, ვიდრე თქვენ სთავაზობდით თუნდაც პირად ურთიერთობებში. ამიტომ ახლის ძიებაშია. კარმულ გაკვეთილებს გადის და საკმაოდ მტკივნეულს მინდა გითხრათ, რას ფიქრობს კიდევ თქვენზე? ფიქრობს იმას რომ თქვენ გიჭირებთ დისტანცია, თქვენ ხართ ძალიან ცივი, ძალიან ხისტი, ცდილობთ მაქსიმალურად საკუთარი ინტერესების დაცვას მაშინ, როდესაც საერთოდ არ იკითხებით მის ინტერესებში რა შედის, ხედავთ როგორც ეგოისტ ქალბატონს, თქვენ მისი განაჩენი ხართ, თქვენ მისი სასჯელი ხართ. აი ესეთი წარმოდგენა აქვს მას თქვენზე. რა უკენით? მართლა რა უკენით? არ გამოვრიცხავ თქვენს გამო მისი ქორწინება, ან რაღაცა სტაბილური ურთიერთობა თავდაღირად დადგან და ამას თქვენ გაბრალებთ სხვათა შორის. თუ თქვენ ხართ მისი ქორწინება, აქაც თქვენ ხართ მიზეზი იმის, რომ ყველაფერი თავდაღირად დადგა. კარგი, გრძნობა, ეგოისტი, ჩვეულებრივი ეგოისტი. გრძნობა რა არის? გრძნობა რა არის? სიშორია, მიუხედავად იმისა, რომ აქ არის ღირებულებები, ბევრად მეტი ვიდრე გრძნობა, სიტყვაზე ვიძახი იმას, რომ თქვენ ხართ ძალიან სტაბილური, დასაყრდნობი ადამიანი, შემდგარი სექსუალური, განათლებული ქალბატონი, მიუხედავად ყველაფრისა, ეხლა ემოციებშიც ძალიან დიდი სიცარიელია. უფსკრული, ესე ვიტყვი. პარალელურად არის მენტალური სიშორე, ერთ ლოგეშიც რომ იწვეთ და მერწყმუნეთ, აი აბსოლუტურად სხვადასხვა პლანეტაზე ხართ რა. მესამე პირების ჩარევაც ხდება აქ მეტნაკლებად აუცილებლად გამამახვილებ ამასაც ყურადღებას ეს მესამე პირები ნებისმიერი შემიძლია განვიხილო, არ განვიხილო კონკრეტულად სხვა ქალს. ამ შემთხვევაში თითქოს ელოდება რაღაცა დროს და მომენტს, რომ აი ეს ერთი ციკლი, ეს საშინელი ციკლი, რომელსაც გადის, უნდა დასრულდეს სადღაცას, ეგრეთ წოდებული შავი პალასა, რასაც ჩვენ ვეძახით. აი მოლოდინი აქ რო სადღაცას ეს შავი პალასა დამთავრდება და ყველაფერი იდეალურად შემოbrunდება მისკენ. და მაინც გრძნობებზე მქონდა საუბარი, გრძნობა რა გაქვს? გრძნობა რა გაქვს? სამართლიანობა და სიყვარულის თუზია. უდაოდ არის გრძნობებზე საუბარი, აქ არის ემოცია გარკვეული, არ ვიცი ხლა რაღაცა საოცარ სიყვარულზე, თუმცა ღრმა სიმპათია, ძალიან დიდი პატივისცემა, ნახეთ ის რომ თქვენ ხართ მისთვის ღირებული ადამიანი და ეს ურთიერთობებიც იყო ღირებული და არის მისთვის, ეს უდაოდ არსებობს შემოძვირფესებო. კარგი, გეგმა თუ აქვს რამე თქვენთან დაკავშირებით? რას გეგმავს საერთოდ თუ აქვს რაიმე გეგმა? ძალიან დიდი წინააღმდეგობაში მოდის. აი ეხლა თითქოს ვერაფერს ვერ გეგმავს, რაღაცების გადაწყვეტილება უჭირს, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი წინააღმდეგობაში მოდის აბსოლუტურად ყველაფერთან. გეგმა ის აქ რომ წარსულში დაბრუნება უნდა, ნოსტალგია აქ იმ საოცარი ემოციების, იმ რაღაცა თავისუფალი, აი ჰარმონიული ურთიერთობების, ამის ნოსტალგია აქვს. თუმცა გეგმაში ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეგმავს, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მტკივნეულ ტრანსფორმაციას გადის. კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ საოცარი მძიმე არკანები ამოვიღე ამ ადამიანზე. აშკარად ძალიან რთული პერიოდი აქვს.
და ნუ აი მოლოდინი აქ ის რომ ყველაფერი თითქოს თავიდან უნდა დაიწყოს, თითქოს ყველაფერი უნდა დასრულდეს აი შავი პალასა, რადგან მქონდა საუბარი. რეალური ნაბიჯები თუ ექნება რაიმე, რეალური ნაბიჯები და რა პერიოდში გექნება და არის თუ არა ფიქრობს ამ ნაბიჯებთან დაკავშირებით, თუმცა არის ის ამას როდის განახორციელებს. თუ ის ქორწინებაშია მეგობრებო მესამე პირები არიან ჩარეულები და ზუსტად თქვენ ხართ ამ კუთხეში, მაშინ გეტყვით იმას, რომ ჯერჯერობით გეგმას ნაბიჯები არ ექნება და გეგმას ვერ ახორციელებს მესამე პირებიდან გამომდინარე. თუ არ არსებობს მესამე პირები, მაშინ აუცილებლად რაღაცა უმოკლეს დროში აი ამ სტაბილურობისკენ უნდა ურთიერთობის წაყვანა, თუმცა აი ამას როგორ იზავს, ეს ჯერჯერობით გათვლილი არ აქვს. კარგი, აი მთავარი კითხვა ვიდეოსი რატომ დუმს? რა არის ამისი მიზეზი? რატომ დუმს და რატო პასიურობს? რატომ დუმს და რატო პასიურობს? მოდი ვნახოთ. სხვა გეზია გაღებული, აქ არის ეჭვიანობა, აქ არის ეგრეთ წოდებული რაზბორგები, ბოდიში ამ სიტყვაზე რუსულ სიტყვას ვიხმარ, თითქოს საქმის გარჩევები, ვინ მართალია, ვინ მტყნანია, პარალელურად რაღაცნაირად ხედავ, რომ ეს ადამიანი ან ორ სიტუაციაზე, ან ორ ურთიერთობაში დამკვიდრებას ცდილობს და კონფლიქტის მიზეზის შესაბამისად ის არის, მისი მხრიდანაც არის ეჭვიანობა, არა მხოლოდ თქვენი მხრიდან, აქ ცოტა მტკივნეული ენერგიებს გავდივარ და იმასაც ხვდება, რომ ძალიან დიდი წინააღმდეგობაა დღესდღეობით ურთიერთობაში და თითქოს აი ამ სიტუაციების დალაგებას, ჩაწყნარებას, დამშვიდებას ელოდება, რომ იმოქმედოს, თუმცა მზად იქნება, დადგება მომენტი, რომ მზად იქნება ამ ურთიერთობაზე იმუშაოს და გარდაუვალია რაღაცა 4 პერიოდში, აი 4-5 პერიოდი, ეს არის 4-5 რიცხვი, 4-5 დღე, რაღაცასთან 4 ფიგურებს, რაღაცასთან 5, ამიტომ ვასახელებ ამ ორ ციფრს, საჯაროა მაინც, ამიტომ აი რაღაც აი ამ პერიოდებში მისი მოქმედებები, ფრთხილი მოქმედებები უდაოდ იქნება, თუმცა აი გადაწყვეტილება რომ გითხრათ, რომ უახლოეს პერიოდში მკაფიოდ რაიმეს მიიღებს, სამწუხაროდ მე ამას ვერ ვხედავ. დუმილი რა არის? ანუ დუმილის მიზეზი ის არის, რომ ხედავს ძალიან დიდ წინააღმდეგობას ამ ურთიერთობაში, ეს ერთი ფაქტორი, მეორე, უდაოდ სადღაცას ორ ურთიერთობაში დამკვიდრებას ცდილობს, ანუ სიტუაციაზე მორგებას ცდილობს, და ეს არის ერთგვარი დუმილის მიზეზი. თან ელოდება პარალელურად აი ამ რაღაცა სიტუაციების დასტაბილურობას, გამოსწორებას, დალაგებას, როგორც მისი მენტალური მდგომარეობიდან, ასევე ფინანსებით დამთავრებული, იმისთვის, რომ მოხდეს რეაგირება მისი მხრიდან, ან მოქმედება დასტაბილურდეს თქვენი ურთიერთობა, იმიტომ რომ ეს ურთიერთობა მეტნაკლებად მისთვის მაინც ღირებული და მნიშვნელოვანია. მოკლედ, მიყვარხართ და დროებით მომავალ შეხვედრამდე. არ დაგაუცდეთ, გამოიწეროთ ჩემი არხი და დაალაიქოთ, რომ ნახოთ ახალი ვიდეოები. მადლობა.